სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა განაგრძობს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას. რამდენიმე დღის წინ ამ ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა ახალი პროტოტიპები. ძირითადად ეს ეხება სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო შაშხანებს. თუმცა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა უპილოტო საფრენმა საშუალებამ. დეტალები კი ჩვენს გადაცემაში. სამხედრო სამეცნიერო ცენტრ დელტას კონსტრუქტორებმა მუშაობის არეალი მნიშვნელოვნად გააფართოვეს. მათ უკვე პოპულარული ჯავშან ტექნიკის გარდა საზოგადოებას სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებით შესთავაზეს. მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატი, ორი განსხვავებული უნივერსალური საბრძოლო მოდული, სხვადასხვა კალიბრის სნაიპერული შაშხანები და მსხვილკალიბრიანი ნავთქვამრთნები. განსაკუთრებული ყურადღება მინდა ასევე შევაჩერო ჩვენს უპილოტო ვერტფრენზე. ეს არის მულტიფუნქციონალური პლატფორმა, რომელსაც უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა 26 მაისის ჩვენების შემდეგ და უკვე რამოდენიმე ქვეყანა აფიქსირებს თავის მზადყოფნას იმისთვის, რომ წინასწარი შეკვეთები განათავსოს და მიზნობრივი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების მქონე მანქანა მიიღოს თავის მფლობელობაში. სამეცნიერო ცენტრის უმთავრესი პრიორიტეტი თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების ამოცანაც. ამ მიზნით ცენტრის კომერციული დეპარტამენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობას განაგრძობს. გენერალური დირექტორის განცხადებით, კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია. მიღწეული არის საკმაოდ სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებებით, რაც უკვე კონკრეტულ ხელშეკრულებებში ისახება. დღესდღეობით არსებობს უკვე რამოდენიმე ავანსი ჩარიცხული და შესაბამისად დელტა გაძლიერებულ მზადების რეჟიმში არის იმისთვის, რომ დაიწყოს დაკმაყოფილება ამ საერთაშორისო გაყიდვის ხელშეკრულებებით. დელტა განაგრძობს მრავალფეროვანი პლატფორმების ტესტირებას. დატვირთულ რეჟიმში უწევთ მუშაობა როგორც ელექტრონულ, ისე მექანიკურ საკონსტრუქტორო ბიუროებს. მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ქიმიურ პროდუქტებზეც. გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში დელტას მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა უზრუნველყოს. ზოგადად ქვეყანა კი შეიარაღების თვალსაზრისით თვითმყოფადი გახადოს. საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროს სადაზვერვო მისიებისთვის განკუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელზე მუშაობაც ქარხანაში 2 წელია მიმდინარეობს. დელტას უპილოტო მზვერავი ვერტფრენი უშუალო მისიის შესაძლებლად აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის ოპტიკით. საფრენ აპარატს მისიის შესრულება 300 კილომეტრის რადიუსში დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია. კონსტრუქტორების განცხადებით, დრონს უძრავ მოძრავ ობიექტების აღმოჩენა 2 კილომეტრის ფარგლებში შეუძლია. ფრენის ზედა ზღვარი კი ზღვის დონიდან 3 კილომეტრზეა. ის აღჭურვილია 2 ცალი 7.72 მიასადის კალიბრის მინიგანის ტყვიამფრქვევით და 2 სარაკეტო ბლოკით. თითო ბლოკში განთავსებულია 4 ცალი 60 კალიბრიანი უმართავი რაკეტა. თვითონ ეს კორპუსი არის შექმნილი კომპოზიციური მასალისაგან და კანკარსი არის მეტალისაგან, შიგნით არის მცირე მეტალი, რაც ხდება რადარებისთვის ძნელად აღმოსაჩენი. ჯავშანი არ გააჩნია, ვინაიდან თვითონ ჯავშანს აქვს 11 წონა და შეულფრენისთვის 11 წონა არ არის ასურველი. ამიტომ თვითონთან პიროვნება ადამიანის შიგნით არის და ადამიანის სიცხეს არ ვისკავთ, ამიტომ ჯავშანზე ვარ ვთქვით. სამხედრო სამეცნიერო ცენტრის პროდუქტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული მაინ ჯავშან მანქანა დიდგორია, რომლის ტესტირებები რეგულარულად მიმდინარეობს, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მანქანის შემდგომი დახვეწის მიზნით კონსტრუქტორებმა კონსულტაციებისთვის საქართველოს ოფროუდის ფედერაციას მიმართეს. თანამშრომლობა მხარეთა შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. დელტას მსხვილი პროდუქტებიდან ერთ-ერთი უკანასკნელია სამედიცინო საევაკუაციო მანქანა, რომელიც პირველი თაობის დიდგორის მოდიფიკაციის ბაზაზეა შექმნილი. საევაკუაციო მანქანის სავალი ნაწილი სხვადასხვა სისტემის გამოყენებით არის გაძლიერებული. მისი ჯავშანი ბევრად უფრო მდგრადია მსხვილკალიბრიანი ტყვიების, ნავთქვამრთნებისა და საარტილერიო ჭურვების ნამცროების მიმართაც. სამედიცინო საევაკუაციო მანქანა დელტას პირველი პროდუქცია, პირველი ნაწარმია, რომელშიც ორმაგიშე ჯავშნის სქემა არის გამოყენებული. ეს ჩვენი პირველი პროტოტიპია ამ ხრივ მუშაობის თვალსაზრისით, მანამდე მსგავსი სისტემა არ გამოგვიყენებია. ორმაგიშე ჯავშნა ზრდის მანქანის დაცულობას და ამავდროულად მასში მსხდომი პირების დაცულობას. რაც შეეხება დანიშნულებას, ანუ მანქანა უშუალოდ მორგებულია თავის ახალ ფუნქციაზე, სამედიცინო საევაკუაციო მანქანის ფუნქციაზე. გამიზნულია უშუალოდ ბრძოლის ველიდან დაჭრილთა ევაკუაციისთვის. მანქანის სამედიცინო ნაკვეთური სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის სრული კომპლექტით არის აღჭურვილი.
სამედიცინო პერსონალს შეუძლია დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ადგილზე გაუწიოს პირველადი დახმარება, ან გადაიყვანოს ის საველეთო სტაციონარულ ჰოსპიტალში. დიდგორის სამედიცინო ნაკვეთური 4 დაჭრილ ჯარისკაცია გათვლილი. ჯავშან ტექნიკის გარდა დელტამ საზოგადოებას წარუდგინა მსხვილი ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე პროტოტიპიც. მათ შორის საბრძოლო მოდული UMD-1, რომლის 4 შეწყვილებული 7.62 მიასედი კალიბრის ტყვიამფრქვევის გამოყენება შეიძლება როგორც სტაციონარულ საცეცხლე წერტილებზე, ასევე მუხლუხოიან და ბორბლებიან საბრძოლო ტექნიკაზე. მოდულის უნივერსალობიდან გამომდინარე საბრძოლო ქვედანაყოფებს მისი გამოყენება შეეძლებათ როგორც საჰაერო სამიზნეების, ისე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის წინააღმდეგაც. მოდულის წრიული ბრუნვის კუთხე არის 360 გრადუსი და ასევე აქვს საკმაოდ დიდი ვერტიკალური დამიზნების კუთხეც. ანუ მოდულის გამოყენება შესაძლებელია როგორც საჰაერო გარკვეული ტიპის საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ, ასევე სახმელეთო მიზნების წინააღმდეგ. აქვს ცეცხლის საკმაოდ მაღალი სიმჭიდროვე 4 ტყვიამფრქვევის დაყენების შემდეგ აქვს დაახლოებით გატლინგის სისტემის ტყვიამფრქვევის მსგავსი ცეცხლის სიმჭიდროვე. იმავე სქემაზეა შექმნილი საბრძოლო მოდული UMD-2, რომელიც აღჭურვილია 1 ცალი უტიოსის ტიპის 12.7 კალიბრის მძიმე ტყვიამფრქვევით. მასზე ასევე დამონტაჟებულია 6 ცალი A7 კალიბრის უმართავი რაკეტა. რაკეტების საშუალებით მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკის განადგურებაა შესაძლებელი. სამხედრო სამეცნიერო ცენტრ დელტას კონსტრუქტორების მიერაა შექმნილი ინდივიდუალური შეიარაღების რამდენიმე პროტოტიპიც. მათ შორის პისტოლეტ ტყვიამფრქვევი იამანი, რომელიც უცხოური ანალოგებისგან გარკვეული დეტალებით განსხვავდება. იარაღს აქვს გადასატენი სახელური, რომელიც შეგვიძლია მოვარგოთ როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე მსროლელებისათვის. ასევე გასროლილი ვაზნების გადმოყრა ხდება როგორც მარცხენა მხრიდან, ისევე შეგვიძლია ჩამკეტის შემოტრიალება და იარაღი გაისვრის გასროლილი ვაზნებს ჩამოყრის მარცხენა მხრიდან. დელტაშია შექმნილი 3 სხვადასხვა კალიბრის სნაიპერული შაშხანის პროტოტიპიც. თანამედროვე უცხოური ანალოგების მსგავსად მათ აქვთ რეგულირებადი სიგრძის კონდახები, რაც მსროლელს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად მოირგოს საკუთარ თავზე. თითოეულ პროტოტიპზე მაგრდება პიკატინის მიმმართველი თამასაც, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.